მოგესალმებით, დღეს მინდა ჩავწერო ვიდეო და ვისაუბრო, როგორ ხდება სხეულის გაწმენდა ნეგატივებისგან. სხეული იწმინდება არა ერთი და ორი დღის განმავლობაში, არამედ იმისთვის, რომ მთლიანად გასუფთავდეს ჯადოებისგან და ნეგატივებისგან, საჭიროა დიდი რაოდენობის ლოცვების წაკითხვა. კომენტარებში ვწერ, მაგრამ აქაც მინდა რომ გითხრათ, რომ თქვენ ამისთვის მზად იყოთ. ლოცვებს ვკითხულობთ, როდესაც მოხსნები იწყება 2-3 წლის განმავლობაში და რატომ? იმიტომ რომ საჭიროა ჯადოების, ანუ ნეგატივების მოსახსნელად მინიმუმ 50,000 ლოცვის წაკითხვა. 50,000 ლოცვას რომ წაიკითხავთ, თუ არ იქნება საკმარისი, ამას თქვენ იგრძნობთ, უნდა გააგრძელოთ ლოცვა და წაიკითხოთ 100,000 ლოცვამდე. ცოტა ლოცვები არ ხსნის ბოლომდე. რა თქმა უნდა, ლოცვებს როცა ვკითხულობთ, ის ჯადოები ტყდება, მაგრამ იმდენად ძალიან დიდი რაოდენობით ნეგატივებს აკეთებენ, რომ ამას 1000 და 2000 ლოცვაც კი არ ეყოფა. საჭიროა 100,000 ლოცვის წაკითხვა მაინც მაქსიმუმ, რომ თქვენ დარწმუნებული იყოთ, რომ სხეული სრულად გაწმენდილია და რა თქმა უნდა, დაცვაც პარალელურად ედება ადამიანს. ნახეთ, რაშია საქმე. როდესაც ლოცვებს ვკითხულობთ, რა თქმა უნდა, იხსნება ჯადოები, მაგრამ ჯადოების გარდა ეს ლოცვები ხსნის სხეულში დამახსოვრებულ წყენებს, რომელიც შეიძლება თქვენ არც კი ჩათვალეთ, რომ გეწყინათ, ან ჩათვლილი გაქვთ, რომ ნაწყენი ხართ, ესეც შეიძლება, არ აქვს მნიშვნელობა, რომც ფიქრობდეთ, რომ არ გეწყინათ, სხეული იმახსოვრებს ყველანაირ ინფორმაციას და შესაბამისად ეს წყენებიც იშლება, ცუდი ემოციები იშლება, ანუ სხეულში რაც კი არის ნეგატიური ინფორმაცია, ყველაფერი იშლება და არა მარტო ნეგატიური ინფორმაცია. როდესაც ლოცვებს ვკითხულობთ, ჩათვალეთ ის, რომ წარსულში მომხდარი დადებითი ემოციებიც რომ იყოს და რა თქმა უნდა, უმეტესი არის უარყოფითი ემოციები და სხვების სურვილებიც იშლება ლოცვების დროს, ანუ ვინც თქვენს მიმართ გამოუშვა ნეგატიური ემოციები, გისურვათ ცუდი, ან თუნდაც რომ კარგი ესურვა, არ აქვს მნიშვნელობა, ლოცვები ყველაფერს შლის. ჩათვალეთ, რომ აი როგორც კომპიუტერში შლით პროგრამებს და მობილურში, ზუსტად აი ასე ლოცვები შლის კარგსაც და ცუდ ინფორმაციებსაც სხეულიდან და გონებიდან. შესაბამისად, ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენი სხეული მთლიანად წარსულში მომხდარ ინფორმაციას შლის ამ ლოცვების შემდეგ, ნელ-ნელა, რა თქმა უნდა, ეტაპობრივად და სხეული იწყებს განახლებას. და მასში უკვე აღარანაირი ნეგატიური ინფორმაცია და საერთოდ არც დადებითი და არც უარყოფითი მასში აღარ იქნება. ამის მერე, ანუ ეს ხდება იმ დროს, როდესაც უკვე ძალიან ბევრი ლოცვებია წაკითხული. აი ჩათვალეთ, რომ რო გაქვთ წაკითხული 100,000 ლოცვა, უკვე წაშლილია ყველაფერი სხეულიდან და როდესაც იშლება ყველანაირი ეს ცუდი ემოციები და ნეგატივი და ყველაფერი რაც არის წარსულიდან, ალბათ ბევრი თქვენგანი უკვე ამას ამჩნევთ და მე მაინც დავაკონკრეტებ იმას, რომ ადამიანს ავიწყდება წარსული. რა თქმა უნდა, ამ წარსულის დავიწყება ასე 1 და 2 დღეში არ ხდება, ეს ხდება ეტაპობრივად, ანუ ნელ-ნელა დროთა განმავლობაში თქვენ ლოცვებს რომ წაიკითხავთ და თქვენ ხო კითხულობთ ყოველდღიურად ამ ლოცვებს, ნელ-ნელა დააკვირდებით და წარსული აღარ გაგახსენდებათ. რაღაც მომენტები შეიძლება გახსენდებოდეთ თავიდან მოხსნების დროს, იმიტომ რომ ის ემოციური მდგომარეობა იხსნება კონკრეტულად, რაც გახსენდებათ, ან ვინც გაგეკეთათ ჯადოები.
მაგალითად, თუ გახსენდება, თქვათ, თქვენი წარსულის მოგონება, თქვათ, ბავშვობის და ვერ იქნებთ თავიდან მოხსნების დროს, ანუ ლოცვებს რო ვკითხულობთ, შეიძლება იმ მომენტში ლოცვებს არ კითხულობდეთ, მაგრამ დაწყებული გქონდეთ საერთოდ ლოცვების საკითხვა, ეს ნიშნავს, რომ იმ პერიოდის ინფორმაცია იშლება თქვენ სხეულში, დადებითიც და უარყოფითიც, ანუ მთლიანად იშლება. ოღონდ რაშია საქმე? ეს არ არის, რომ გითხრათ, რომ ამნეზიასავით არის, არა. ეს არის ის, რომ ნელ-ნელა უკვე აღარ გაგახსენდებათ თქვენი წარსული. რა თქმა უნდა, თუ ვიღაცა გაგახსენებთ, რომ აი გახსოვს ასეთი რაღაცა რომ მოხდა, ყველაფერი რა თქმა უნდა გაგახსენდებათ, მაგრამ თქვენით ვერ გაიხსენებთ ამ ყველაფერს, რადგან პროგრამიდან, ასე ვთქვათ, სხეულის პროგრამიდან წაშლილია. და საბოლოოდ ეს ყველანაირი, ეს ემოციები, ეს ყველაფერი რომ წაიშლება ამ ლოცვებით, ფაქტიურად თქვენი ხასიათიც, თვისებებიც, მანერებიც, ყველაფერი მთლიანად შეიცვლება. რა თქმა უნდა, ეს არ გულისხმობს ცუდ შეცვლას, პირიქით, ეს არის თქვენი ტრანსფორმაცია, ეს ლოცვები იმიტომ მოქმედებს ასე, რომ ადამიანმა განიცადოს ტრანსფორმაცია. ისწავლოს ცხოვრებაში რა არის კარგი, რა არის ცუდი და გადახარშოს და მიხვდეს რომ სამომავლოდ რა შეცდომები აღარ უნდა დაუშვას. ანუ ამ ლოცვების საკითხვის განმავლობაში ადამიანი ნელ-ნელა გადის ტრანსფორმაციას და იცვლება. რა თქმა უნდა, ზოგი იცვლება ნელა, ზოგი იცვლება სწრაფად, მაგრამ აუცილებლად შეიცვლება ადამიანი, როგორც კი ამ ლოცვებს ბოლომდე წაიკითხავს. რა რაოდენობაც მე თქვენ გითხარით. ოღონდ შეცვლა არ მოხდება ესე ერთიანად, თქვათ, 50,000 ლოცვა წავიკითხე და უცბად შევიცვალე, ან 100,000 ლოცვა წავიკითხე და უცბად შევიცვალე. არა, ეს ხდება ეტაპობრივად და ადამიანი მენტალურად იცვლება, ასევე ფიზიკურადაც იცვლება, სხეული სხვანაირი უხდება, უახალგაზრდავდება და ფიზიკურად ლამაზდება. რა თქმა უნდა, ჯადოების თემასთან დაკავშირებით არის ძალიან ბევრი ინფორმაცია და ამ ერთ ვიდეოში ფიზიკურად ვერ ჩავტევ, იმიტომ რომ იმდენად დიდი დავრცელი თემაა, რომ მე მომიწევს კიდევ რამდენიმე ვიდეოს ჩაწერა ამ თემებთან დაკავშირებით, მაგრამ ამ ვიდეოში მე მინდა ვისაუბრო თუ ადამიანის ხასიათები, თვისებები, ფიზიკურობა რატომ იცვლება ჯადოების გაკეთების შემდეგ. ვინც ლოცულობთ, ძალიან კარგად იცით ის, რომ ამჩნევთ, რომ თქვენ ჯადოებს გიკეთებდნენ არა, თქვათ, 1 და 2 წელია, არამედ წარსულიდან დიდი ხნის განმავლობაში ბავშვობიდანაც კი გიკეთებდნენ ჯადოებს და ამას თქვენ უკვე ლოცვების დროს ხვდებით. იცით დაახლოებით ვინც გიკეთებდათ და უფრო მეტად მიხვდებით, იმიტომ რომ ლოცვები აჩვენებს და შინაგანად ხედა უკვე ვისა გაკეთებული და ვის არა გაკეთებული თქმის გარეშეც. ანუ ისეც იცი რომ რა გაგიკეთა. თუ ვერ ხვდები, რა თქმა უნდა ლოცვები მიგახვედროს რომ ამ адам პიროვნებამ გამიკეთა ჯადოები და უკვე იცი რა სახის ჯადოებიც აქვს გაკეთებული. ეხლა მინდა ვისაუბრო რაზე. რა თქმა უნდა არსებობს ბევრი სახის ჯადოები და მინდა ერთ-ერთი სახის ჯადოებზე ვისაუბრო, რომელსაც ქვია მიბმები. მიბმების დროს ჯადოქარი სხერპლის სხეულზე აკეთებს ასტრალურად მიბმებს. ეს მიბმები არის არხები, რომელიც გავს ჭიპლარს და ჩაკრებზე უკან ზურგიდან უკავშირდება, აკეთებს სპეციალური შელოცვებით და ჯადოებით, უკავშირებს თავის სხეულს ამ სხერპლის სხეულს და სწორედ ამ არხების მეშვეობით იპარავენ ადამიანების კარგ რესურსებს. რა თქმა უნდა, ამ კარგ რესურსებთან ერთად სხერპს როგორც უმრავლესობა ადამიანებისას აქვს ნეგატივები. ეს ნეგატივებიც თან მიყვება
ამ არხებიდან და მიდის ჯადოქართან, მაგრამ ესენი ისეთი დასპეცებულები არიან, რომ ამ ნეგატივებს, ხვეპლის ნეგატივებს იხსნიან და იტოვებენ მხოლოდ კარგ რესურსებს. შესაბამისად, წლების განმავლობაში, თუ ადამიანი ვერ გაშიფრავს, რომ ჯადოები აქვს გაკეთებული, მთელი ცხოვრებაც ჯადოქარი იქნება მასზე მიერთებული, ასე ვთქვათ, და მის ყველა რესურსებს მოიპარავს. ეს რესურსები არის როგორც ფინანსები, ასევე ჯანმრთელობა, ასევე სილამაზე, ასევე ახალგაზრდობა და ყველანაირი რესურსი, რაც კი არსებობს ფიზიკურიც და არაფიზიკურიც. ყველაფრის მოპარვაც შეუძლიათ. და რაც მთავარია, როდესაც ჯადოქარი ამ მიბებს აკეთებს, რაც ნელ-ნელა ადამიანი კარგავს ფინანსებს, სილამაზეს, ჯანმრთელობას და ასე შემდეგ. მაგრამ თქვენ რომ იცოდეთ, უმეტეს შემთხვევაში ჯადოებს ბავშვობიდან უკეთებენ ადამიანებს და შესაბამისად ის ფინანსები, რაც დღესდღეობით გააჩნია, ის არის დარჩენილი, სადღაც 5% იღებს თავისი რესურსებიდან, 95% ჯადოქარს მიაქვს. ამიტომ უყვირს ხალხს, რომ რატო ვარ ცუდად, რატო არ მაქვს წარმატებები, რატო არ მაქვს ფინანსები, როცა არ ვარ ბოროტი და როცა ცუდი არავისთვის არ მისურვებია. იმიტომ არ აქვს სხვებს ეს ყველაფერი, რომ თვითონ იპარავს ის ჯადოქარი იმ წარმატებებსაც, იმ ფინანსებსაც, იმ ჯანმრთელობასაც და ყველაფერსაც. მაგრამ რაშია საქმე? ეს მოპარვა და ეს მიბმებით, როდესაც მიდის სხვეპლის მთელი ასე ვთქვათ, ემოციები, მთელი რესურსები, რასაც ჯადოქარი იპარავს, არ არის ცალმხრივი. როდესაც მიბმები კეთდება, ჯადოქარის ცხოვრების ნაწილსაც იზიარებს მსხვერპლი. ანუ ის ჯადოქარი ხო არის დასჯილი, აკეთებს ჯადოებს, უსურვებს ცუდს ადამიანს. როდესაც ადამიანი ჯადოქრობას მოკიდებს ხეს, ის არის ავადმყოფი. ანუ ფიზიკურად ავადმყოფდება, აქვს პრობლემები ჯანმრთელობასთან და რაც მთავარია, აქვს ტვინის პრობლემა. ყველა ჯადოქარი არის ფსიქიკურად შეშლილი. და რა ხდება, ზოგი მალავს, ზოგი ვერ მალავს. ანუ არ არიან დაალაგებულ მდგომარეობაში. და როდესაც მიბმებს უკეთებენ მსხვერპლს, იმისი თავისი ავადმყოფობები, სიგიჟეები და ეს წარუმატებლობა, ეს უბედურებები და კარმულად პასუხი, რაზეც უნდა გასცეს, მსხვერპლთან ზიარდება. შესაბამისად, მსხვერპლი თავს ცუდად გრძნობს, სულ რაღაც თითქოს დასჯილია, არ უმართლებს ცხოვრებაში. რეალურად ეს ყველაფერი არის იმ ჯადოქრის, მაგრამ გაზიარებული აქვს მსხვერპლს და შესაბამისად მას უწევს იმ ჯადოქრის საქციელებზე პასუხის გაცემა, იმიტომ რომ გაზიარებული არის და ასტრალურად არის მიბმა მასთან დაკავშირებული. ასევე, როდესაც მიბმები კეთდება, ჯადოქარი როცა უკავშირდება მსხვერპლი იცვლება ფიზიკურად. და დროთა განმავლობაში ემგვანება ჯადოქარს. ანუ ვინც თუ ჩაიხედებით სარკეში და ნელ-ნელა ეტაპობრივად თქვენ ამას მიხვდებით და დაინახავთ, რომ ფიზიკურად შეცვლილი ხართ, ან შეიძლება საერთოდ სულ რაც როგორიც იყავით, ისეთი ხართ, მაგრამ რეალურად სულ გქონდათ შეგრძნება, რომ მე ესეთი არ უნდა ვიყო ფიზიკურად, მე სხვანაირი უნდა ვიყო. ესე იგი, თქვენი შინაგანი მე გეუბნებათ, რომ შეცვლილი ხართ, ბავშვობიდანაც შეიძლება, რომ ფიზიკურ დონეზე შეცვალონ. ვინც ჯადოებს უკეთებს მსხვერპლს, იმ ჯადოქარს ფიზიკურად ემგვანება მსხვერპლი. გინდ ბავშვი იყოს, გინდ დიდი იყოს. რა თქმა უნდა, თავიდან კლონივით ერთ-ერთში შეიძლება მიმგვანებულები არ იყოთ, მაგრამ რაც მეტად დრო გადის, უფრო მეტად დაემგვანებით ფიზიკურად იმ ჯადოქარს, ვინც ჯადოები გიკეთათ. შესაბამისად, არ გაგიკვირდეთ ის, რომ აი მე ესეთი ფეხები არ მქონდა და რატო შემეცვალა, იმიტომ შეგაცვალეთ, რომ იმ ჯადოქრის არის, ვინც გაგიკეთათ. ანუ სხვადასხვა სახეები შეიძლება გქონდეთ და ფიზიკურობა სხეულზე. ვიღაცა შეიძლება მსუქანი იყოს და ამ მიბმებით თავისი სიმსუქნე გადმოგიტანოთ. ამ დროს თქვენ იყოთ სუსტი,
სხვანაირი ტანი გქონდეთ და გადის პერიოდი და უცბად სუქდებით და ვერ სუსტდებით. ეს სულ მიბმებია. მიბმების განა კიდევ სხვა მანიპულაციებია, მაგრამ ეხლა მიბმებზე ვსაუბრობ. იმისი თქმა მინდა, რომ ყველაფერს კადრულობენ და რაც მთავარია, ერთი ჯადოქარი რომ მიბმას გაგიეთებს, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ სხვა ჯადოქარს არ შეუძლია. ძალიან ბევრი ჯადოქარი აკეთებს მაგ ჩაკრებზე მიბმებს. ანუ შეიძლება 100-მა გაგიკეთოთ ჯვარი გწერიათ, 200-მა, 1000-მა კაცმა, ანუ ჩათვალეთ, რომ ყველა თავის უბედურებას უზიარებს სხვერპლს და სხვერპლის რესურსები რაც კი არის, ყველაფერს ისინი თვითონ იპარავენ, თავიანთ ავადმყოფობებს, თავიანთ ცუდ ნეგატივებს და ყველაფერ ცუდს უზიარებენ ავადმყოფს და ამ უზიარებენ ბოდიში ავადმყოფს მეთქი თვითონ იმ პიროვნებას, ვისაც ჯადოები უკეთეს და რჩება ადამიანი დაავადებული და ბოლოს კვდება. იმიტომ კვდება, რომ ზოგი ჯადოქარი მომაკვდავია, უკვე დაბერდა და მოკვდა. უნდა მოკვდეს და ამ დროს მიბმა აქვს გაკეთებული და შესაბამისად სხვერპლი კვდება. იმიტომ რომ უზიარებს, ხვდებით რისი თქმა მინდა? ამიტომ ყველაფერს კადრულობენ ეგენი. ანუ თავიანთ სიკვდილებს, თავიანთ უშვილობებს, თავიანთ ყველაფერ ცუდ ნეგატივებს სხვებს უზიარებენ. და ამ დროს შეიძლება 20 წლის გოგომ უკვირთ, რომ გულმა რატო დაარტყა, რა მოუვიდა. ის მოუვიდა, რომ ჯადოები აქვს გაკეთებული. 20 წლის გოგოს რატო უნდა დაარტყას გულმა? ან ახალგაზრდა ბიჭები რო კვდებიან, ხო? ხედავთ ინტერნეტში სულ დებენ ამ ინფორმაციებს, იმიტომ რომ ჯადოებს უკეთებენ და თავიანთი სიკვდილებს უზიარებენ სხვებს და იმ სხვების სიცოცხლით ცხოვრობენ და არიან და ხალისობენ და თავიანთ კარმულ დაჟებსაც სხვებს აძლევენ. ანუ ის რასაც აკეთებს, კარგს გააკეთებს ადამიანი თუ ცუდს, მიზდის აუცილებლად. კარგს გააკეთებ, კარგი მიუვა, ცუდს გააკეთებ, ცუდი მიუვა, მაგრამ ეს ჯადოქრები, როგორც თქვი, იმდენად დასპეცებულები არიან, ჯადოებს რო აკეთებენ და წესით კარმულად უნდა დაისაჯონ, ამ კარმულ დაჟებს, ანუ თავიანთ ჯვარს სხვებს ატარებინებენ. ესეთ მახინაციებში არიან. შესაბამისად, ანუ ადამიანს ვერ გაუგია, რომ რატომ ვერ არის კარგად. და ესეთ რაღაცებს იმდენს აკეთებენ, ეს ერთ-ერთი მაგალითი მოგიყვანეთ მიბმების, თორე ცალკე მე კიდევ ჩავწერ ვიდეოებს და კიდევ ვისაუბრებ. ძალიან ბევრი ინფორმაცია ამ თემებთან დაკავშირებით და მოგიყვებით ყველაფერს რასაც კადრულობენ და რეებსაც აკეთებენ. ყველანაირი ავადმყოფობები, რაც კი ადამიანებს აქვთ, ყველაფერი მაგათი მოფიქრებულია და მაგათი გაკეთებული. ადამიანი, რომელიც არ არის არ უკეთებს სხვებს ცუდს და ცხოვრობს წესიერად, ხომ? არ აკეთებს ჯადოებს და ასე შემდეგ, შესაბამისად პანდორას ყუთს ის არ ხსნის. მას არანაირი დაავადებები არ უნდა ჰქონდეს. მაგრამ როცა ადამიანს დაავადებები უჩნდება, შესაბამისად ეს არის ან სპეციალურად გადმოტანილი ჯადოქრის ავადმყოფობები გადმოიტანეს, ან ცალკე სპეციალურად უკეთეს დაავადმყოფობებაზე ადამიანი მსხვერპლი და შესაბამისად იმიტომ ჭირს ეს რაღაცეები. მერწმუნეთ თქვენს დროთა განმავლობაში ამას მიხვდებით, რომ ყველა ავადმყოფობები და ყველაფერი ცუდი, ნეგატივები, ავარიებზეც კი აკეთებენ ჯადოებს, უკეთებენ ახალგაზრდა ბიჭებს და გოგოებს, რომ ავარიაში მოყვნენ, წარმოიდგინეთ. იმიტომ რომ მაგას რო აკეთებენ, ზოგი ესეთი ავადმყოფია სურვილი აქვს უბრალოდ, რომ ოჯახი გაუბედუროს და ზოგი კიდე თავის კარმულ დაჟები გადააქვს მსხვერპლზე და ის ეშმაკები კლავენ იმ სხვებს, რა თქმა უნდა, თუ არ მოიხსნეს ეს ჯადოები და ეს ნეგატივები.